არაფორმალური განათლება საზღვრებს მიღმა. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში აჭარის მაღალმთელში მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ტრენინგები ტარდება. პროფესიის არჩევა, ლიდერობა, კომუნიკაციები და პროექტის წერის წესები. ეს თემები არასამთავრობო ორგანიზაცია დოროთეა პარკევის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს. ტრენინგები 3 ეტაპად ჩატარდა და შუახევსა და ქედაშიც გაგრძელდება. მისი მხარდამჭერი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტია. ამთავრებთ. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა პროფესიის არჩევას. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის პროფესიის არჩევა და ის ხშირად არასწორ პროფესიებს ირჩევენ და ყველანაირი სტატისტიკის მიხედვით შემდეგ უნივერსიტეტში უკვე იცვლიან მობილობის საშუალებით პროფესიას და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ აგვეხსნა მათთვის თუ რა არის პროფესია და როგორ უნდა ეირჩიონ პროფესია. ვფიქრობ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვადგება ის რასაც დღეს ჩვენ აქ ვსწავლობ და იმც უნდა შევიძენთ და რა თქმა უნდა მოხარულები ვიქნებით რომ ასეთი მრავალფეროვანი ტრენინგები უფრო მრავალჯერადი იყოს და კიდე ჩატარდეს. კვალიფიციური და გამოცდილი და გადამზადებული ტრენინგების ახალგაზრდა ტრენერების ერთად ბავშვებით აი ამ საინტერესოდ ასე ვთქვათ ტრენინგებს გადიან. სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტს მოგეცემათ აქვს პროგრამა თავისუფალი პროექტები, რომელიც ხალხებში დაფინანსებული პროექტია ეს. ჩვენ ზოგადად ხელს ვუწყობთ ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელიც გათვლილია არა მარტო ვთქვათ ქალაქში ცხოვრები ბენეფიციარებისთვის, ახალგაზრდების, არამედ მუნიციპალიტეტში ცხოვრები ახალგაზრდებისთვის.